ხარაგაულის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. როგორ და რატომ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა და როგორ იქნებოდა ხარაგაულის ქრონიკები? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ეს არის ჩვენი დიდი ხნის ნაოცნება ეს წიგნი. ორივე ციფრით ყდაზე გეტყვით. ეს არ ვიცი, რაღაც ეს ხარაგაულის მიწაა ჩემთვის. ეს ფესვები, თითქოს ტოტებიც არის, ნახატი გარეკანი ჩემია. ეს ყვითელი ფოთლები ისტორიის დინარება, ზოგი ყვითელია, ზოგი მწვანეა და ეკრანში ჩასმულია ჩხერის ციხე. ქვემოთ არის მე-19 საუკუნის ერთ-ერთი რუსი მხატვრის დახატული ლაშელი აბაშიძეების სასახლე. ეს თვითონ ეს ფოტო მომაწოდა ლაშელ აბაშიძე ღაბუაშვილთა შთამომავალმა დავით აბაშიძე, მოთარ აბაშიძის თეატრი თქვენ ყველას გაგიგიათ, იმისი ვაჟი გახლავთ. მეორე მხარე მე-19 საუკუნის ხარაგაულები. ერთი წყვილი არის ჩემი წინაპრები, ეს ბუაჩიძეები არიან წინაპრები რა. ჩემი დიდი ბაბუის ძმა, მოსე ბუაჩიძე, სოსო ბუაჩიძე, სოფო ბუაჩიძე, სენრო იყო პროფესორი, აგროიმის გპ-ის რექტორი იყო, ამაში შთამომავალია. ხო, და აქ არიან ნარდის თამაში, ესენი რეპრესირებულები 27 წელში. ხარაგაულის ცნობილი საკუთრება. იდეა გაჩნდა სხვათა შორის ასე. ამ რამდენიმე წლის წინ ხარაგაულში იყო ჩამოსული ალექსანდრე რუსეცკი, ფსიქოლოგი. და შეკვდება ისტორიკოსები. და თქვა, რომ თქვენ ხარაგაულელები რადგან უნდა წუწუნებდეთ საერთოდ იმაზე, რომ მწირი რაიონი ხართ, თქვენი მხოლოდ რესურსები გაქვთ. გააკეთეთ ისტორიკოსებმა ერთი წიგნი და საერთოდაც ამ წიგნში ხაზი გაუსვით ტურიზმს, რაღაც ამის მნიშვნელობას, ხარაგაულის მნიშვნელობას. თუნდაც ერთი დევისხვრელი ან უბისაც რო ახსენოთ, ეგეც საკმარისია და არა და რამდენი რამ არის. პედაგოგმა ჯემსი მწვაძემ თქვა, რომ კარგი იქნება თუ დაიწერება ასეთი წიგნი, სადაც შევა სოფლების ისტორია. ეს აზრი, როგორც ჩანს, ყველას სურვილი იყო, ჩემი ძალიან დიდი სურვილი. მითხრეს, რომ მე მეხამწვანელა ამ საქმისთვის. ამბები და გეგმები დაუწერე ყველა პედაგოგ სკოლების, რომ ამ გეგმაზე აეწყოთ თავიანთი თხრობა. მოიტანეს შესანიშნავი ნაშრომები. რადგანაც ქრონიკები ქვია, ეს მინდა სათაურს გაუსვა ხაზი. ხარაგაულის ქრონიკები არ შეიძლება და ვერ იქნება ყველაფერი. ეს არის დაუსრულებელი პროცესი, რომელსაც თქვენ გააგრძელებთ მე მომავალში. როდესაც მოვიდა ეს წერილები, შეიქმნა რედკოლეგია, ჩაერთო ამაში მუზეუმი ჩართულია ამ საქმეში ბოლოს 3 წელია. ძალიან იშრომა ეთერ ვებაძე მუზეუმის კურატორმა, რომელიც არის აქ ავტორი სასულიერო პირთა ისტორიის არქივებში იჭრა და გააკეთა, მთლიანად მანამდე ესა დიდი შრომა ჩადო, ასევე დიდი შრომა ჩადო დირექტორის მოადგილე მეკაშველიძემ, რომელმაც თანამედროვე პერიოდის ისტორია, მეც გარკვეული ნახავთ ჩემი ნაშრომებიც არის და პატარა ადგილს წაგიკითხავთ ეპილოგიდან და მე მგონი გავცემ ამ კითხვაზე პასუხს. დასრულდა ჩვენი ქრონიკები. ზემო იმერეთის ამ პატარა კუთხეს ხარაგაულს გადაუფროლა ისტორიის მშვენიერმა მუზამ, კლიომ და შეაჩერა დროის მონაკვეთები. წარსულის ხსოვნა ქვის ხანიდან თანამედროვეობამდე. რათა ანგელოზის თვალა გოგონებსა და ვაჟებს ახსოვდეთ თავიანთი სამშობლოს ისტორია. ჩვენთვის, ვინც ამ წიგნზე მუშაობდით, საინტერესო იყო საქართველოს ერთი პატარა კუთხის გადასახედიდან, დაგვენახა თაობათა ქმედებები, წარმოგვეჩინა ღვთისა და მამულის მიმართ თავდადების მაგალითები და გვევიქნა მომავალზე. თუ რამდენად მოახერხეთ ეს, თქვენი განსაშვებია.